ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა. ოპოზიცია პოლიტიკურ ოპონენტებს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამსახური წელს კერძო სექტორში დასაქმებულმა 42,000 ადამიანმა დაკარგა. ფინანსთა მინისტრი უმცირესობას არითმეტიკულ გამოთვლებს უწუნებს და ამბობს, რომ წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს უნდა შედარდეს. იგივე საცხადებენ სპეციალისტებიც, სადაც ოფიციალური მონაცემებით შაშადელთან შედარებით 2013 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 15,000-ით გაიზარდა. აისაც განცხადებები ვაკანსიები რომელსაც მხოლოდ თბილისში ვაკანსიების პორტალზე ყოველდღიურად საშუალოდ 50-დან 70-მდე ახალი განცხადება იდება. 15-წლიანი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით წელს ახალი ვაკანსიების შესახებ განაცხადების რაოდენობა არ გაზრდილა. ლექსო ხუბულავა ამ ტენდენციას ბიზნესის სიფრთხილეს უკავშირებს. კლებაც არ არის, მაგრამ მატება არ არის. არჩევნები ახალი ჩატარებულია და შესაძლოა ბიზნესი უბრალოდ ჯერჯერობით არ იმყოფება, თქვათ, სტაბილურ პერიოდში, როდესაც მან მეკოს განვითარებას. პირველ კვარტალში მხოლოდ ქვეყანაში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირდა 42,000 ოდენობით. ნაციონალურ მოძრაობაში უმუშევრობის გაზრდას მმართველი გუნდის არათანმიმდევრულ პოლიტიკას უკავშირებენ. პარტიაში ეკონომიკის მდგომარეობის გართულებასა და ბიზნესში არსებულ პრობლემებზეც საუბრობენ. ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსავალს თავაზობს. ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოგეხსენებათ ხალხს დაპირდა ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა და ამ ფონზე ეს მაჩვენებელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აუცილებელი არის, რომ მოხდეს გადასახადების დაწევა. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ასევე გამოცხადდეს ამნისტია ეკონომიკური ხასიათის დანაშაულზე. მნიშვნელოვანი არის ინვესტიციების მოზიდვა და მეოთხე აუცილებელი არის საექსპორტო ბაზრების გახსნა. ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 9 წელი იმისათვის, რომ სოფელზეც ეზრუნა. სამუშაო ადგილების შექმნაზეც ეზრუნა. ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებების გაზიარებას არ აპირებს ფინანსთა მინისტრი. ნოდარ ხადურის თქმით, ყოფილ ხელისუფლებას საკუთარი გეგმების განსახორციელებლად და პრობლემების მოსაგვარებლად 9 წელი ჰქონდა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა 160,000 და ამ 9 წლის განმავლობაში თითითიძე არ დააკარა ამ მიმართულებებით. ამიტომ თავისთავად ცხადია მათ ამ გამოცდილებას, როგორ დავაშანტაჟოთ ბიზნესი, როგორ ვცემოთ ადამიანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, საქართველოს მთავრობა არ გაიზიარებს. სწორი ანალიზისთვის მონაცემები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან უნდა შედარდეს, აცხადებენ სპეციალისტები. საქსტატის ინფორმაციით 2013 წლის პირველ კვარტალში 495,700 ადამიანია დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,000-ით მეტია. მეოთხე კვარტალთან შედარებით კი 42,000-ით ნაკლები. ეს მონაცემები ბიზნეს კვლევას ეყრდნობა, რომლის ფარგლებშიც 9,000 საწარმო გამოიკითხა. იგივე იყო 2009 წელს. იგივე იყო 2011 წელს. როცა წლის პირველი კვარტალი გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით იყო შემცირებული. ანუ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არნიშნავს, რომ 42,000 ადამიანი ვინმე სამსახურიდან გაანთავისუფლა. არა, უბრალოდ ის 42 სამუშაო ადგილი არ შეიქმნა სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით. საქსტატს უმუშევრობის პირველი კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით დათვლილი არ აქვს. 2012 წელს ოფიციალური ინფორმაციით უმუშევრობის დონემ 15% შეადგინა და სამსახურის გარეშე მყოფი ადამიანების რიცხვი 305,000-ით განისაზღვრა.